მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე სტუდენტების აქტივიზმი ყოველთვის მნიშვნელოვან კატალიზატორად გვევლინებოდა. ჩვენ უკეთესი მომავლისთვის სწავლის იდეით ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და არა იმ ჩამოშლილი სისტემის ნაწილად ჩამოყალიბებისთვის, რომელმაც დიდი ხანია ნიღაბი ჩამოიხსნა და რეალური სახე გვაჩვენეს. ქვეყანაში რეჟიმის მიერ ასობით უკანონოდ დაკავებული და დაზარალებული ადამიანი ჰყავს, მაგრამ არც ერთი დასჯილი ძალოვანებიდან. პროპაგანდისტული მანქანა შეთქმულებათა თეორიების გავრცელებაში ძალღონეს არიშულებს და სხვადასხვა გზით უმძიმეს დანაშაულსაც კი უძებნის გამართლებას. ჩვენ თვალწინ ის ღირებულებათა სისტემები ირღვევა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიგვაჩნია. ყველაფერი ეს და სხვა ბევრი რამ მხოლოდ ერთზე მიუთითებს არალეგიტიმური მთავრობის სახით საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ. ამიტომ გვერდებით მთავარ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს და ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს. ჩვენთვის მიუღებელია იმ მოცემულობაში ცხოვრება, სადაც ადამიანები და განსაკუთრებით თანატოლები უკანონოდ რჩებიან პატიმრობაში, ხოლო ჩვენ უმოქმედოდ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ყოფა და ვინაიდან ჩვენს ხელში დაუმორჩილებლობა ის იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ამ სამართლობის წინააღმდეგ გამილაშქროთ, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიზიარებთ შემდეგ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო პატიმრები. დღეიდან ვიკავებთ სივრცეს, რომელიც ჩვენთვის განათლების წყარო და ფასეულობრივი მაგალითის მომცემი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში სამხატვრო აკადემიამ არარსებული ნეიტრალიტეტი აირჩია. ჩვენ კი დღეიდან ჩვენს ბრძოლას ამ კედლებიდან გავაგრძელებთ.